აქამდეც ვამბობდით, ახლაც შემიძლია გავიმეორო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუ სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო წოდებული, რომელ პარტიას გააუქმებს და არ გააუქმებს. პარტია არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნების ირგვლივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იბრძვის უკეთესი ევროპული, დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს აქვთ თვითრეალიზაციის და კეთილდღეობის შანსი. და ამ იდეისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მათ შორის იმ პარტიებთან ერთად, რომელსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება. პირიქით, ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობის შანსი იმისთვის, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ებრძვიან ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდას და იბრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში, ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენი ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ ეს მხოლოდ შესაძლებლობა შეგვიძლია ვაქციოთ და ერთადერთი რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამფსონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ვეღარასდროს შეძლებენ თავისუფალ ევროპულ სივრცეში შესვლას, რომლებსაც ასევე არ ასწდებათ სხვა ტიპის სანქციები.